დღეს როდესაც დაარბიეს იქ გორამ რო გავას უყურებდი როგორ ჩამოდიოდა ჩიტაძის ქუჩაზე არავის არაფერს არ ვნებდა როგორ დააგდეს ეს მეხსიერებიდან არ გამდის აქეთ ჩიხლაძე მაკა რა დღეს ჩააგდეს იქ ძირს დაგდებული ბიჭი მაგის გვარი მავიწყდება ყოველთვის როგორი სიძლიერი დაარტყეს ფეხით რომ გადაბრუნდა დავარნილი ის აქტივისტი ხო და ამის შემდეგ როგორ შეიძლება გული არ გეტკინოს 9 აპრილს თუ კი რუსებმა გადაგვიარეს და ძლივს გადამარჩინეს ისევ გადაცმულმა პოლიციელებმა გამათრიეს და გადამარჩინეს უკან მისდევდნენ სამხედროები ბიჭებს სკოლის ეზოში გადახდნენ როგორ აი ახლა გამახსენდა ეს ყველაფერი და ვაიმე მეთქი ნეტავი არის მეთქი იქ რო თავს უშველონ ახტენ კედელზე ეს სამხედროები მაგრამ რას გავიგებდი იქიდან წავედი 20 ნომერში რუსთაველის მადლობა მათ აქედან თუ ვინმე მიყურებს იქ შევეფარე გათენებამდე იქ ვიყავი რომელიღაც ოჯახში რო არ მიშვებდნენ სამხედროები სულ ესე იხედებოდნენ ფანჯრებისკენ იხედებოდნენ სულ ყველა რო ვინმე თუ იხედებოდა ალბათ ანესროდნენ რაღაცას უზავდნენ ხო აქედან კიდევ იმ პოლიციელებს ვინც მე გამათრია და გადამარჩინა აქედან მინდა კიდევ მადლობა უთხრა მათ 9 აპრილის შემდეგ როგორ შეიძლება რომ პატრიარქმა გამთენის ხანს გვითხრა დაიშალეთ რეალური საშიშროების წინაშე ვდგევართო დაიშალეთო მაგრამ ჩვენ არ დავიშალეთ ფიცი ქონდა 6 საათზე მიცემული და ამ დროს როცა დაგვარბიეს მესმოდა ეს ნიჩბების რახარუხი მაგრამ კი არ ვიცოდი რომ ეს ნიჩბები იყო რა იყო მერე მახსოვს რომ ნოდარ ნათაძემ თქვა არ არიან წასულებიო სადღაც საგურამოში ვარჯიშობენო კიდევ ეს ახლა გამახსენდა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ როგორ შეიძლება რომ ასე დაარბიოს ქართველმა ქართველი ჩემამდე ვერ დადის ეს შეიძლება რა დღეში ჩააგდეს ქართველები და იმ დღიდან ვიძახე ან პატიმრად როგორ იმასქნა რომელია იქიდან ღირსი იმისა რომ იმაში იყვნენ ციხეში თუნდაც ექიმები ერთ-ერთმა მიპასუხა რომ ექიმიო თავის საქმე აკეთოსო რას ქვია თავისი საქმე აკეთოს ძალიან მტკივაგული იქიდან მოყოლებული შეძლების დაგვარად ყოველთვის ვცდილობ რომ მოვიდე აქციაზე ერთი ადამიანით მეტი რო იყოს მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი კიდევ აი გუშინ წინ 9 აპრილის მემორიალთან დავინახე ორი გოგო რომელიც იჯდა იქ და მომავალი ჩვენიაო გადავხედე გადმოვხედე მაგრამ ის ახალგაზრდები ვერ დავინახე მე იქ. უნდა ყოფილიყვნენ ძალიან ბევრი განათლებას ეხებოდა მით უმეტეს. ხო და ავდექი და დავწერე. ახალგაზრდებო სად ახართ? გამოდით. როგორ შეიძლება ახალგაზრდა მხარი დაუჭიროს მაგათ? არ ვიცი მე პირდაპირ. თქვენ დაწერეთ, მე ვიცი რა დაწერეთ. მომავალი თქვენია. დავწერე დიახ, მომავალი თქვენია. და ეხლა როცა წავალ, მაშინ გავიტან ამ ბანერს. დაუწერა ახალგაზრდებს ქალბატონმა ქეთინომ დაწერა მომავალი თქვენია. კიდევ მქონდა მეორე მხარეს ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთი. ძალიან